დაახლოებით 3 საათზე დაიწყო მზიამაღლობელი საქმის განხილვა. მოგესალმებით კაპიტან მაია მართლმადიდებლობის პირდაპირ ეთერში, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა ეტაპზეა ახლა წინა სასამართლოს ხდომა, უკვე რა განიხილეთ, ასევე უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პროკურორები ითხოვენ გარკვეულად მზიამაღლობელის ტელეფონის დათვალიერებას, რაზეა კონკრეტულად საუბარი, რას ითხოვს პროკურორი ამ საქმეში. ესე იგი, დიახ, ჯერ გეტყვით ვართ, ჩვენ ამდენი ხანი, ამდენი დრო დასჭირდა ჩვენს შუამდროვლობას რარკვევი დოკუმენტების, ბრალდების დოკუმენტების დაუშვებლობაზე და ბრალდება მიშუამდროვლობა პრაქტიკულად თუ კი რამე წარადგინა დაცვა ყველა დოკუმენტის დაუშვებლობაზე. რა არგუმენტით ითხოვდნენ დაუშვებლობას? აბსოლუტურად არასამართლებრივი არგუმენტია. ეს ზოგადად ჩამოთვლილია ყველა ჩვენი მტკიცებულება და თურმე საქმესთან არ აქვს შემხებლობა. ბრალდებას რო კითხო, საქმესთან შემხებლობა აქვს მხოლოდ 44 წამიან ვიდეო კადრს, ამაზე მეტი ვერც გარისკა ბრალდებამ რო ამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა განჩინება, რომ სასამართლოდან აჭარის ტელევიზიიდან უნდა ამოიღო იმ დღის ამსახველი ვიდეო კადრები. არ ჩანს რატომ ამოიღო მხოლოდ 44 წამი, იმიტომ რომ არ აწყობს მას მანამ მერე არც სხვა ვიდეო კადრი. და 7 პოლიციელი და მერვე დაზარალებული. ეს არის ბრალდების მტკიცებულება თავისი ლოგის გაწითვლით. მეტი მტკიცებულება არ აქვს. ამიტომ ბრალდება ძალიან არაკომფორტულია ყველა ეს მტკიცებულება, რაც ჩვენ წარვადგინეთ და ჩვენ ამ საქმეზე ფარგლებში ვაპირებთ. მაგრამ თქვენ გეხავთ დაგველაპარაკებით. ეს ორი გოგეშვილია პროკურორი ამ საქმის, რომელიც დაასანქცია გუშინ, მათ შორის ესტონეთმა, რომელიც გაყალბებული ოქრის საფუძველზე მოითხოვა მზიამაღლობელის პატიმრობა, მაგრამ ის არ პასუხობს შეკითხვებს. დოკუმენტია ამ საქმეში პრობლემა არა მხოლოდ და რატომ არ აწყობს პრობლემა ბრალდება ჩვენი მტკიცებულებების? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ამ საქმეში ვისაუბრებთ საპოლიციო ძალადობებზე. ვინ იყო იმ დღეს მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი, ამაზე ვისაუბრებთ. ამიტომ ეს მტკიცებულებები არ აწყობს პროკურატურას და უნდა სასამართლოს ამოაყრევინოს ყველა ეს მტკიცებულება. ამას უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო. სასამართლო ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ეხლა მე და თქვენ ამ საკითხებსაც არის გასული, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიშუამდრომლებთ და ესეთი ოდიოსური პატაკის ამოღება ამ საქმიდან მტკიცებულების. ეს გახლავთ ვინმე დეტექტივი ვლადიმერ ჩიკაია, რომელიც უცებ თვენახევრის მერე სადღაც 15 თებერვალს აღმოჩნდა, არ ვიცი სიზმარში ნახა, არ ვიცი საიდან, საქმეში უცებ აღმოჩნდა ეს პატაკი, სადაც ბატონი ჩიტაია წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით თურმე მზიამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და ის ტელეფონით ღებულობდა რაღაც ინსტრუქციებს ამასთან დაკავშირებით და ამიტომ მისი ტელეფონიდან ინფორმაცია უნდა მოხსნას გამოძიებამ. აი ამ ოდიოზური პატაკით გამოძიება რატომ არის ოდიოზური, რომ განვარტოთ ჩვენ იმიტომ რომ ამაზე ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომაც კი თქვა, რომ ამის საფუძველზე არ შეიძლება არანაირი საპროცესო მოქმედების განხორციელება, არათუ განჩინების აღება. იმიტომ რომ ადამიანი აი ესე 60 მენდულზე სიზმარში ნახე, რომ მიიღო დავალება და ამიტომ უნდა მთელი ტელეფონი თუ კი რაიმე ინფორმაცია აქვს მზიას და მას აქვს პირადი ცხოვრება, პროფესიული ცხოვრება, ყველაფერი ხო ამ ტელეფონში. გამოძიება უნდა დააჯდეს თურმე და ჩერქვას მისი მთელი პირადი და პროფესიული ცხოვრება აი ამ პატაკის საფუძველზე და ამ პატაკის და ყველა შემდგომი დოკუმენტის დაუშვებლობა ვიშუამდრომლეთ ეხლა ჩვენ. ეს რა ხდება 15 თებერვალს. ვთქვით საკმარისი არ იყო ის სხვა უკანონოები, რაც საქმეშია, აი ასეთი წინვალე ჭალებში პატაკი გაჩნდა ამ საქმეში. ეს რას აჩვენებს? რა მიდგომა? ეს აჩვენებს სწორედ რომ აი ქალბატონი მზიას პატიმრობის და მისი უკანონო ჯაბდების საქმის უკან სხვა ინტერესები დგას. და ეს სხვა ინტერესები არის სწორედ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას, პირად პროფესიულ საქმიანობას. იქ ჩეკვა ინტერესებთ. ანუ ეს ტელეფონი, რომელიც ჩამოართვეს მზიამაღლობელს დაკავების დროს, ეს სამართლის ჩვენ ვითხოვდით ამ ტელეფონის დაბრუნებას, იმიტომ რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან და რომ არ დაებრუნებინათ ეს ტელეფონი და გამოძიებას ეჩექა კარგად, ამიტომ გააჩინეს აი ეს პატაკი. ანუ გამოძიება ამბობს, რომ ეს ტელეფონი კი ჩამოვართვე, მაგრამ არ გამიხსნია ეს ტელეფონი, რომ პროცხადი იყოს. ჩვენ მაგას ვერ ვაკონტროლებთ, როდის რა ხსნა სიმართლე. მაგრამ ფორმალურად ამას ამბობს. ფორმალურად სამართლებრივად ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ეს ტელეფონი გახსნა და შიგ ინფორმაცია რომ მიმოწერები ნახო, ხო? ყველა
კონტაქტს ითხოვენ, ყველა ზარს ითხოვენ და ასე შემდეგ. ხო, და ამ პატაკით რამის ასაბუთებს ეს პოლიციელი არაფერი, ეს რატომ? პოლიციელი ამბობს სიზმარში ვნახე, რომ ზია მიიღო დავალება ტელეფონით. დაახლოებით აი წერია ამ პატაკში, მეტი არაფერი. ამის საფუძველზე სასამართლოს არ შერწყვა და დასცა განჩინება მისი. აი ასია დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება, აი ამ მართლმსაჯულების პირობებში. ასეთი პატაკი მოხდება ყველა შემთხვევაში. ყოველთვის მოიძებნება ასეთი პოლიციელი, ვის გაწერს ასეთ პატაკს, ტელეფონზე, ჩემ ტელეფონზე, ვიღაცის ტელეფონზე. და სასამართლო ასეთივე წარმატებით დასცემს განჩინებას. ამ გარემოების საფუძველზე ახლა ისე მოითხოვს პროკურორი რომ დატოვოს ზიამაღობელი პატიმრობაში თუ ჯერ რა პატიმრობის საკითხამდე არ მისულა, ჯერ შუამდროულობების საკითხზე ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. თქვენ როგორც ადვოკატი რას უკავშირებთ ამის გააქტიურებას, ან რა ინტერესი აქვს რეალურად? ან ხომ არ გამოდის რომ თქვენ იგივე ის კადრები რაც ატრიალებდა ყველაზე აქტიურად პროკურატურა და არ მხოლოდ პროკურატურა ბრალდება იმდენად აბსურდულია. ვერ იმუშავა მე გააწყობს ქალაქეები და შეიძლება რაღაც ახალი ვერსიის რო განსწრახო ქონა თითქოს ზიამაღობელს. ხო, აი რა გითხრათ? მათ თავებში რა ხდება არ ვიცი. ფაქტია რომ ეს არის საშინელი უკანონობა, თან სამარცხვინო. სირცხვილია. ასეთი პატაკებით ადამიანის პირად ცხოვრებაში ასეთი უხეში. ეს ვინ არის პოლიციელი სახელმწიფო ეს ვადი ჩიტაია ვლადიმერი, როგორც ჩანს რაღაცა ცნობილია. ვლადიმერ ჩიტაია. და დღესვე განიხილავს მოსამართლე ამ შუამდგომლობის ველოდებით საკმაყოფილების. გითხრა არ დაკმაყოფილდება ის შუამდგომლობა, მაშინ უკვე დაათვალიერებენ ზიამაღობელის მან ტელეფონს. უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, კიდევ სხვა დოკუმენტების დაუშვებლობაზე და უნდა მიიღოს ბრალდების შუამდგომლობაზე, ბრალდება მის შუამდგომლობაზე დაცვის ყველა მტკიცებულება ამოიღეს საქმიდანო. ხო. დაახლოებით ეს არის. არ შეუწუხებია თავი რაიმეს დასაბუთებით. და ეხლა რა ეტაპია შესვენების შემდეგ რა იქნება? უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ რა გადაწყვეტილებას ღებულობს ჩვენ შუამდგომლობაზე და ბრალდების შუამდგომლობაზე.